ხა? ო. ფეხბურთის ორი გუნდი მითხარი რა. ნავიცი მილანი, იუვენტუსი. მართალი ხარ? ქალების ორი ტიპი თმის ფერის მიხედვით. რა მოგივიდა კაცო, ქერა და შავგრემანი. მართალია სწორი ხარ. ისლანდიის ორი მდინარე. რა კითხვებია ეს რა, რა უბედურება არა, ისლანდია, მე რა ვიცი ისლანდიის მდინარეები. ეგრეც ვიცოდო. რა იცოდი? რადა ცხოვრებაში ქალების და ფეხბურთის მეტი შენ არაფერი არ გაინტერესებს, არაფერი არ იცი რა. ღმერთო ჩემო, ამას ვის გავყევით სწორად, რა ეს გათახსირებული კაცი ეს, ეს ფანატი, ეს ფანატი. Abbiamo il cuore a strisce. Portaci მადლობა. ალო, გუკა, როგორ ხარ? კარგად. კაფეში ვარ ბარდონზე, ხო არ გამოხვალ? ხო, მარტო წასვლა მეზარება. კარგი, გელოდები. ალო. როგორ ახარ ბეკ? აუ არ წაგივიწყე რა სისულელეა. მისმინე კაფეში ვარ და ხო არ გამოხვალ? თან სამი თვე არ მინახი ხარ. გამოხვალ? კარგი. გეოდებით. კარგით, გოგოებო, რა გჭირთ? სულ რაღაც 7 ლარია თქვენზე. 7 ლარია? აუ, გეხვეწები დაურეკე, იმ იდიოტ ბეკას ერთი არ მოვიდეს აქ რა. აუ, შენს დაურეკე რა, ხინჯ გუკას ახლა მაგის ნარიები ვისაა რა, ხვეწები რა. სად მიდიხარ? უნდა შევიდე კაცო. მათ ყველას უნდა შესვლა, მაგრამ ეგრე სადაა? აბა გამოდი აქეთ. აი, ოპ. აი ეს თქვენ ყავას მიაყოლეთ გემრიელად და ტკბილად. კარგით. შეიძლება? შედით. ვაიმე ეკა რა, აღარ შემიძლია ხელფასის ნახევარი შენ შოკოლადებში მინდის რა. იცოდე, გაგათავისუფლებ სამსახურებას, ყურე. სუყურე რა. უკაცრავად ბოლო ვინ არის? მე ვარ ბოლო. ბოლო მე ვარ. ყველაფერში ბოლო ვარ რა, ესეთი ლუზერი და მაჩანჩალა ვარ რა, სულ ბოლო ვარ ყველაფერში. მე ვარ ბოლო. ყველაფერში მეგონა რომ ვიყავი პირველი, მე რა აღმოჩნდა რომ ბოლო ვარ ყველაფერში. margaritas by a string of blue lights. გოგო, ეს თენგოა შავლაყაძე? არა, გოგო, რა თენგო ნახე რა მობერებულია თენგო არა. ვაიმე, მობერებული იქნება, რამდენი წელია სკოლა დავამთავრეთ. ხო, მაგრამ არ არის თენგო. აი მიდი და კითხე თუ არ გჯერა. აი მივალე ხამე, აი ნახავ თენგო თუ არ იქნება. გამარჯობათ. გამარჯობა, თქვენ სკოლა რომელ წელს დაამთავრეთ? 94-ში. რომელ სკოლაში სწავლდით? მესამეში.
თენგო ვარ და თქვენ უკაცრავად ვერ. მე ანი ვარ დეკანოიძე, ვერ ვიცანით? თქვენ ჩემ კლასში იყავით. ანი, ვიცით, ბოდიში ვერ გიცანით და რას გვასწავლიდით? ნაუნად. ხო. მოდი რა კიდე ერთი ბავშვი. კარგი რა. ერთი რა. გინდა ეხა შენ ინდოელიან ჩინელი შვილი? ფრთხილად ფეთუშა. რა ინდოელი და ჩინელი? აი მე გუშინ გაზეთში წავიკითხე, ყოველი მესამე ინდოელიან ჩინელი გამოდისო. კარგი. ბიჭო, ფეთუშა მიდი ბავშვ მიხედე, კაცო, მესამე. ხო, გოგო ფიტნესზე ვარ ახლა, ხო იცი, ყოველდღე რო არ ვივარჯიშო, გავგიჟდები. კაი, წავედი, პაკა. გამარჯობა. მოგვა ხან? კარგად, მოკლედ მოგაკითხე კიდევ. რატოს გაკეთება მინდა? ამჯერად რა სახელი უნდა დავიწერო? ვარლამი. ვარლამ. ვარლამ, ხო. ნუ შეიძლება კი. ხო. ეს არის რა ქვია, ზუსტად იცი? კი, დარწმუნებული ვარ. ისეთი კარგი ბიჭია, უკვე პროფესორია. პროფესორი თუა, კაი. აბა მანახე ერთი სად დავიწეროთ ესე იგი. ხო, აი ესე იგი, აი მე ვფიქრობ, აი ქვემოთ გავიკეთო. ხო. ცოტა მყინველი ხდება, მაგრამ აი ესე რო იყოს. გამარჯობა. მე თუ გახსოვართ, წინა კვირას რო ვიყავი აქ, რო დაგაყაჩახეთ. უი, როგორ არ მახსოვხართ, როგორ გიკითხოთ? აიცი, ამა ნელა ვარ წვალოთ და ესე. ვარც რა, ახლა რაზე შეგაწუხეთ ეხლა? აბა გისმენთ. ხო. ესე იგი საათი თუ გახსოვთ, რო წავიღეთ თქვენგან ოქროს საათი თვლებით. კი, როგორ არ მახსოვს? ხო, ოქროსი ბრილიანტის თვლებით. კი, ბრილიანტის თვლებით. ხო, კაცო, რაღაცნაირად ის რო გავიკეთე სახში და რაც არ მუშაობს. ხო, და აი მოვიტანე უკან, რომ იქნება დავაბრუნო რა, იმიტომ რომ ახლა იცით რა არის, საგარანტიო გააქვთ? არა. უი, მაშინ სამწუხაროდ ვერაფრით ვერ დაგეხმარებით. ხო, ვერ წავიღე, იცი, ხო, აქ ხო იყავი თქვენ როგორ სიჩქარეში და იმაში და გამომივარდა თავიდან, ესე იგი. კარგი, მაშინ არ შეიძლება ვნახო ეხლა, ესე იგი. რამე მოდი სხვას წავიღე. აი, არჩიეთ, კი ბატონო. ხო, რა თუ შეიძლება. ვაი, აი ეს კარგია, ხო? კი. ხო, კარგი, მაშინ ამას წავიღებ მე, აბა ნახე ერთი. კი ბატონო. ესეც ოქროა. კი, ხო, და აბა ესეც ოქროს. ბრილიანტის თვლებით ხო თვითონ ეს მინდა. აბა იქნებ გამიხსნათ რა. რა კარგი. ეს ერთ წუთით. არ მუშაობს.
აბა მიხდება. კი, ძალიან ლამაზი, აი ძალიან. მეც მომწონს ძალიან რა, კარგი წავალ მაშინ მე და ისა მე კიდე კარგად ხო, ეს რა თქმა უნდა. კარგად გწანდებოდეთ. აბა ბედნიერეთ და კიდე შეღონია. გამოგვიარეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ხშირად ერთია, კარგი. საყვარელი კაცია. აბა მითხარი რატო მოკალი ქმარი? რატო მოვკალი და მღალატობდა და იმიტომ მოვკალი. თავის თანამშრომლებთან მღალატობდა, ამომივიდა ყელში და მოვკალი. შულები ყავს? ყავს კი. 4 წლის ბიჭი მყავს და 1 წლის გოგო. ამოდი მომჭახუნეგე. მომიყევი მე რა მოხდა კიდე? მე რა მოხდა გენაცვალე და 3 ღამე არ მოთრეულა სახში საერთოდ. მე რომ მობრძანდა გამომიცხა და 2 დღე კიდე არ მოვალო. ხო და აი ეს ამომასხა და ავდექი და მოვკალი. ის უკანა უნდა მოგეკვა მისი თანამშრომელი. რაცადით გენაცვალე მე დამიჭირეთ ეგრევე და ხო და ეხა ნახე. აი მაგ ჩათლახ ქალს რეებსაც ვიზარდა. წავედი. როიცა კაცო სად მიდიხარ? შარია მაინც. გამარჯობა. გამარჯობა. რა შემიძლია დაგეხმაროთ? იცით რა არის? აი ამ კარდის შეძენა მინდა და ვფიქრობ დაეტევა თუ არ დაეტევა. კი. თქვენთან დაეტევა. კი, ეს რა ვიცი, ყველგან ეტევა და ეხლა პატარა ზომის კარადაა და ადულად შედის და. არა, ეს კი დაეტევა, მაგრამ ის თუ დაეტევა აქ. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ თაგნებავთ გაჩერება. არა, გენაცვალე რა გაჩერება. გაჩერება მერეც მეყოფე ჩემი ქმარი რო ჩამოვა. ხბენთან უნდა დავიწყო ყველაფერი. კი ბატონო, ეხლავე 1 წუთი ახლავე, აი ინებეთ. ინებეთ. წარმატებები. მე მგონი რომ 1995 წლიანია. ვერ დაგეთანხმებით, კოლეგა, ვერ დაგეთანხმებით. მე მგონი 1998 წლიანი უნდა იყოს. ვერ დაგეთანხმებით. 95 წლიანია. კარგი. ნუ ვიდავართ. ჩვენი აზრი გაიყო. მოდით ვკითხოთ. გოგონი, 1 წუთით თუ შეიძლება. დიახ, გისმენთ? გამარჯობა. თუ შეგიძლიათ მითხრათ, 1995 წლიანი ხართ თუ 99-იანი? არა ბატონო, 84-იანი ვარ. დიახ. კოლეგა, ხედველობას უნდა მივხედოთ. და ქალებში. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი გისმენთ. ახალ შემიძლია. ძალიან ცუდღეში ვარ. მომიყევით აბა რა ხდება? რათა საშინელი სამსახური მაქვს. საწარკვეთილ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. გარშემო სულ ლუზერები არიან. მარტო
წუწუნი ტირილი და გოდება. აი ყოველ დღე ერთი და იგივე მესმის. მარტო ცუდი ამბები და მეტი არაფერი. თანამშრომლებით მესისხებიან, მესისხები. კარგით, დამშვიდით. ხომ არ ფიქრობთ, რომ დრო არის სამსახური შეიცვალოთ? თქვენ ხომ ეს შეგიძლიათ? იქნებ სხვა ადგილი მოძებნოთ? მართალი ხართ? აი მართალი. აი ახლავე ავდგები და წავალ. კი ბატონო, ჯობს ახლავე წახვიდეთ. ძალიან კარგი აზრია. წამლები შევიძინოთ იაფად, აბა სეზონური ფასდაკლება მედიკამენტებზე, ამპულების საწუწნიაბები, აბა წამლები შევიძინოთ ფასდაკლება მოქმედებს გაციების აბებზე, სეზონურად. ბატონო დათო. ნინო, ჩემი ოქროს გოგო, შენ ხარ? დიახ, მე ვარ. ბატონო დათო, აბა წამლები შევიძინოთ. ნინო, გენაცვალე, მე ეხლა უნდა გამწერონ. დიახ, ხო და აღარ დამჭირდება ჩემი ოქროს გოგო ეგენი. ვაიმე, რა სამწუხარო რომ ვეღარ მოხვდებით ფასდაკლების აქციაში. იმედი მაქვს მალე დაგუბრუნდებით ბატონო დათო. აბა წამლები შევიძინოთ იაფად სეზონური ფასდაკლება. აბა ნასკი, დუფლის მაზი, აბა ნასკი, ანაისი. თავი დახარე. თავი. გასწორდინე. ჭავჭავაძის 14 ხო? ჭავჭავაძის 14 ხო? ადგილზე ხარ. ვაი, მოვედით 80 ნომერი. დიახ. დიდი მადლობა. ეს თუ შეიძლება. უდამ თქვენ სამსახურში გვიგულეთ. გიგულეთ.